ლელო ბურთი და ქართული ჭიდაობა შესაძლოა იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს. დღემდე ამ სიაში ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი მეთოდია შესული. ლელო ბურთი გურიაში უკვე 3 საუკუნეა იმართება. ქართული ლელო ბურთი და ჭიდაობა შესაძლოა იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს. საერთაშორისო ორგანიზაცია ქართული სპორტის უძველესი სახეობებით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. სპორტის პოლიტიკის დოკუმენტში ავსახეთ ქართული ჭიდაობის ლელო ბურთის როლი ქართველებისთვის. ეს ის ტრადიციული სპორტის სახეობაა, რომელზეც დგას საერთოდ სპორტი საქართველოში. უკვე 3 საუკუნეა ლელო ბურთი გურიაში სოფელ შუხუთში იმართება. ლელოს მოსაპოვებლად ერთმანეთს ორ გუნდად გაყოფილი შუხუთელები ერკინებიან. თამაშის დაწყებამდე ბურთი ტაძრიდან სიმბოლურად მოძღვარს გამოაქვს. ასპარეზობა თოფის გასროლის შემდეგ იწყება. თამაში არის ერთი სოფელი გახლავს შუხუთი, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ორივე ცდილობს, რომ ბურთი თავის სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, მოიგონ. და ასე ვთქვათ, მიცვალებულები, რომელიც მათ ყავს წლევანდელ წელს დასახელებული იმისათვის, რომ ეს თამაში მიზღვნილი ქონდათ და მიცვალებულებს უკვე გარკვეულია. და მოგების შემთხვევაში ერთი ან მეორე გუნდი თავის მიცვალებულის საფლავზე წაიღებს ამ ბურთს. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ტრადიციული თამაში არის. თუ არ ვშდები ერთ-ერთ კულტურულ განცდას შორის შევიდა ლელო და ზოგადად წამშოვი თბილისიდან ვარ. წამშოვი კი თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ წამშოვი ლანჩხუთიდან და ვცდილობ ყოველ აღდგომას ჩამოვიდი აქ, რათა მიიღო მოწვევა ლელო ბურთში, რადგან ძალიან ვაშკაცური და კარგი თამაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის კიდევ ერთი კანდიდატი ქართული ჭიდაობაა. ამ სტილში ასპარეზობა ძირითადად სოფლებში სხვადასხვა საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე იმართება. მას თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. ქართული ჭიდაობის განუყოფელი ნაწილია დოლი და ზურნაც. ძალიან დიდი მიზანიც აქვს ამას, ძალიან დიდი დაინტერესება და პირადად ჩვენთვის ქართული ჭიდაობისთვის, რომ დაინახოს თელმა სოფლიომ ქართული ჭიდაობა, საიდან მოდის ქართულიერი ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ აქ საქართველოს უდიდესი ისტორია ქართული ჭიდაობას განსაკუთრებით. საქართველოს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. უკვე 2008 წელს კი ამ კონვენციის საფუძველზე სოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქართულ მრავალხმიან სიმღერას მიენიჭა. შარშან ამ ნუსხაში ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდიც შევიდა.